დილამშვიდობისა ნინო, მაგალითად მხარ ჩვენთან ერთად. შიშით ველოდით ყველა ტრამპის გამოსვლას, თუ რა ითქმებოდა აქ, ბევრი რამე თქვა, თუ რა შეიძლება ველოდეთ მისგან, თუმცა მოულოდნელი ბევრი არაფერი არ თქმულა. შიდა პოლიტიკაზეც და ბევრი რაღაცით, ეხლა უკრაინაზე თუ ვისაუბრებთ, ფაქტურად მან ამოწურულად ჩათვალა ზელენსკისთან მის დაპირისპირების ნაწილი და ამისთვის გამოიყენა მან ზელენსკის წერილი, სადაც ზელენსკიმ ზაობა გამოთქვა მასთან რომ იმუშაოს. როგორ უყურებთ ამ შეიძლება რომ უკვე ჩავთვალოთ რომ ამოწურულია საითკენ წავა მოუკვირებში ალბათ რას უნდა ველოდოთ საითკენ წავა პროცესი. დილამშვიდობის მე ვფიქრობ რომ ალბათ ნადრევი იქნება მოლოდინი და გულუბრყვილოდ ვფიქრობთ რომ ინციდენტი მართლაც ამოწურულია, თუმცა მაღალი ტრიბუნიდან როდესაც ასეთი განაცხადი კეთდება, მინიმუმ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ის ინციდენტი, რომელიც ყველამ ვიხილეთ, შევაფასეთ და მათ შორის არაერთგვაროვნად შეფასდა მისი საშინაო მოხმარების გადმოსახედიდან ფაქტია რომ მათაც როგორც ჩანს გარკვეული დისკომფორტი შეუქმნათ და ამის შემდეგ დახურულ კარს მიიღმა მოლაპარაკებები წარიმართა, მსვლელობები წარიმართა რომ ხელახლა შედგეს ახალი ფორმატი, იმიტომ რომ ცხადია უკრაინას ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, მაგრამ ამ მოცემულობაში ვაშინგტონსაც აქვს თავისი ინტერესები რომ მათ შორის ამ მოლაპარაკების ეს ფორმატი რაღაც წარმატების კალაპოტში უკან დააბრუნოს, რამდენად შედეგზე გავა სხვა საკითხია, მაგრამ მინიმუმ რაღაც უკეთესი სახე მიცეს იმას, რაც არის. მეორეს მხრივ ზელენსკი ცნობიერებს იმას, რომ ამ ეტაპისთვის დღეის მდგომარეობით მას ამ წუთას სხვა გამოსავალი არ აქვს. დროთა განმავლობაში ევროპის გამოფხიზლების ეტაპზე გერმანიაში კოალიციის დაკომპლექტების შედეგად, ვთქვათ, რაღაც ახალი კოალიციის შექმნის მერე, რომელიც შეეცდება, რომ ეს ფრონტი წარმართოს, ვთქვათ, ვაშინგტონის დიდწილად მონაწილეობის გარეშე. იქამდე ჯერ დროა და მანამდე მინიმუმ დრო უნდა მოიგონ და მინიმუმ რაღაცნაირად პროცესი ისე უნდა გაგრძელდეს, რომ მხოლოდ უკრაინა არ დაზიანდეს ამ შემთხვევაში და მე შესაბამისად ევროპის ინტერესები არ დაზიანდეს. ამას მოწმობს ის წერილიც, რომელიც ჟღერდება და სადაც საუბარია იმაზე, რომ ზელენსკი მზად არის ყველაფრისა მიუხედავად დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას. ჩვენ არ ვიცით რა შეთანხმებაზეა საუბარი. ჩვენ ვიცით რომ ისევ მინერალების შეთანხმება წამოიწევს წინ, მაგრამ რა ფორმით იქნება იქ თუ არა რაიმე ტიპის დამატებით გარანტიებზე საუბარი, რა ტიპის შემხვედრი წინადადება იქნება ვაშინგტონიდან, ჩვენ ამ მომენტისთვის ეს არ ვიცით, მაგრამ ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ იმაზე მეტი იქნება, ვიდრე აქამდე შემოთავაზებული, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარი იქნება საერთოდ რატომ მივედით აქამდე. მოდით ვისაუბროთ ევროპასთან დაკავშირებითაც ევროპის გამოფხიზლებას თითქოს უყურებს, დღეს თითქოს ვამჩნევთ, მაგრამ ბევრს აშინებს, რომ ეს ხომ არ იქნება რაღაც დროებითი, ხომ არ იქნება ის რაცაც გრძელვადიანი შედეგი ვერ იქნება, რამდენად მოახერხებენ დიდი სახელმწიფოები, დიდი დემოკრატიული სახელმწიფოები, რომელსაც შიდა პოლიტიკური პროცესები ძალიან დიდ როლს თამაშობს, ხო? რომ საერთო პოლიტიკაზე შეჯერდნენ. ამ შემთხვევაში საუბარია გერმანიაზე, საფრანგეთსა და ბრიტანეთზე, მთავარ ყველაზე მსხვილ ევროპულ სახელმწიფოებზე, რომელსაც ემატება ძალიან აქტიურად იტალია, ფაქტია პროაქტიულია ძალიან და თურქეთი, რომელიც ამ შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი საკვანძო, სადამფუძნებლო ნაწილი არის. რა ის მოლოდინი შეიძლება გქონდეს მომავალი თვეების განმავლობაში აქედან? მე ვიტყოდი რომ ევროპასთან მიმართებით ახლა ჩემი სუბიექტური განწყობით მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო მეტ საფრთხეს ვხედავ ვიდრე გრძელვადიანში, იმიტომ რომ პოლიტიკური ნება აშკარად დაფიქსირდა და რადგან პოლიტიკური ნება დაფიქსირდა, მათ შორის პოლიტიკური ნება დაფიქსირდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სხვა არჩევანი აღარც აქვს დღეს ევროპას. ამ მოცემულობაში იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც ძალიან მყისიერია, რომელიც აშკარაა, რომელიც სათანადოდ ფასდება, ვთქვათ, განსხვავებით იმ პერიოდისგან, ვიდრე ეს იყო, ვთქვათ, უკრაინის ომის დაწყებამდე ან 10 წლის წინ, ხო? საფრთხის შეფასება განსხვავებულია პოლიტიკურ ლიდერშიპში, შესაბამისად, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება განაპირობა გარემოებებმა, ამიტომ სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მაღალ და უმაღლეს დონეზე მიღებული
შეუძლია ვივარაუდოთ, რომ რაღაც ტიპის კონსენსუსამდე რაღაც ეტაპზე მივლენ. ანუ ამის საფუძველი შეგვიძლია გქონდეს. ჩემი აზრით, საფრთხე მდგომარეობს იმაში, იმ პერიოდში, ვიდრე ისინი კონსენსუსამდე მივლენ. ანუ თუ მივიდნენ, მერე გარკვეულ ეტაპამდე შენარჩუნებადი იქნება, მინიმუმ ვიდრე რაღაც სამშვიდობო რელსებზე გადავა ცხელი ომის ფაზა და რაღაცნაირად მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, მაგრამ საფრთხეები ჩემი აზრით ამ წუთას გამომდინარეობს აი იმ წინასწარი ფაზიდან, სადაც ჯერჯერობით შეთანხმება არ არის, მაგრამ ევროპა ჯერ სათანადოდ მზად არ არის იმისთვის, რომ სრულფასოვნად ჩაანაცვლოს ამერიკის შეერთებული შტატები ცხელი ომის ფაზის შესაჩერებლად. ანუ ეს არის ამ შემთხვევაში გამოწვევა, მაგრამ მე მაინც ოპტიმისტურად შევხედავდი, სწორედ გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ერთად ზის მაგიდასთან, მათ შორის იკვეთება დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის რაღაც ლიდერშიპი ამ საკითხში. დაემატება აუცილებლად მერცი, იმიტომ რომ მას წინასაარჩევნოდ ეს ძალიან ცალსახად აქვს გაცხადებული აქვს იმ შიდა საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც მას დაუპირისპირდება, იმიტომ რომ გერმანიაში შიდა მოხმარების საკითხი უფრო უარყოფითია უკრაინა და საგარეო დახმარება და საგარეო უსაფრთხოება, ვიდრე შიდა ეკონომიკური საკითხები. ამიტომ ყველა ხედავს იმ გამოწვევას, რა გამოწვევის წინაშეც ახალი კოალიცია დადგება. უახლოესი 4 წელი შენარჩუნდებიან, მაგრამ 4 წლის შემდეგ ამ 4 წელიწადში მათ მოუწევთ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, როგორიც არის უკრაინის მხარდაჭერა. New York Times-ი წერდა, რომ ეს არის ბოლო შანსი გერმანული პოლიტიკური ისტაბლიშმენტისთვის რეალურად, იმიტომ რომ თუ ეხლა ვერ მოხდა იმ ხანძრების ჩაქრობა, რაც არის ემიგრანტები, ეკონომიკა, ხო, ბევრი სოციალური საკითხები, შემდგომ არჩევნებზე რა შედეგები დადგება, აბსოლუტურად განუთვლელია და ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. უცნაური შედეგი მოყვა ევროპაში, ჩემი დაკვირვებით, აი ამ დაპირისპირებას ოვალურ კაბინეტში ზელენსკისა და ტრამპს შორის. იქ სადაც როგორც წესი რუსეთის სიყვარული, რუსეთის მიმართ კარგი პოზიტიური დამოკიდებულება, სიყვარულს ვერ უწოდებთ, ძლიერი იყო პოლიტიკურ ძალებში, ხო? აი მემარჯვენეს რომ ეძახიან და რადიკალურს. უცებ აი ანტიამერიკანიზმა აღმოჩნდა, რომ ცოტა უფრო ძლიერი იყო. აი საფრანგეთის შემთხვევაში ლეპენის პარტიამ მაგალითად უცებ დიდი მხარდაჭერა გამოხატა ზელენსკის მიმართ, რომ აი ის წინა უდგა ტრამპს, ხო? AfD-ს ხელმძღვანელობა. AfD-ს ანუ ეს რაღაცნაირად უფრო სხვა ინსტინქტები გამოაღვიძა თითქოს ევროპაში ტრადიციული ანტიამერიკული შედარებით სკეპტიკური ამერიკის მიმართ, ანტიამერიკული კიდევ ხმამაღალი ნათქვამია. უფრო ფართო კოალიცია შეკრა ევროპაში ზელენსკის დაპირისპირებამ ტრამპთან. ანუ ისეთი ძალები მიაბა ზელენსკის, რომელიც აქამდე როგორც წესი უფრო კრიტიკულები იყვნენ. შეიძლება რომ გრძელვადიანი იყოს თუ ისინი დაუბრუნდებიან თავს. ეს გარკვეულწილად იმედის მომცემია და ჩემი აზრითაც განაპირობა სწორედ აი ამ ტრადიციულმა ანტიამერიკულმა განწყობამ, იმიტომ რომ ორივეს გერმანიას და საფრანგეთს აქვთ სამართლიანად განცდა, რომ ისტორიული დიდი პოლიტიკური მოთამაშეები არიან. მათ შორის ეკონომიკურად სტრატეგიული პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატებთან და ტრამპის ვთქვათ, ბოლოდროინდელი პოლიტიკა, განცხადებები თუ რიტორიკა მათ შორის აი ამ შიდა პოლიტიკურად თავისებური განწყობების მქონე პოლიტიკოსებმაც გამოწვევად მიიღეს. ანუ მათი ამოცანა არის კი ცხადია, რომ მათ აქვთ პოპულისტური ხაზი არჩეული, რომელიც ამ წუთას მათ დიდ შესაძლებლობას აძლევს გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი პრობლემაა როგორც საფრანგეთში, ისე გერმანიაში, მაგრამ ეს რიტორიკა მათთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ისინი თავიანთი სუვერენული ქვეყნების პოზიციიდან პოზიციონირებენ საბოლოო ჯამში. შესაძლოა მათ ალიანსი. კიდე გამოჩნდა ის, რომ აი ეს მუდმივი ინსტინქტები, რომ არსებობს რაღაც პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც ნაციონალური სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა შეიძლება დადგეს, ბოლო 1 საუკუნეა გუნდგიცებს, რომ ასე არ არის, ხო? და პირიქით კი არსებობენ პოლიტიკურად იდეოლოგიურად დაახლოებული ძალები, აი ვთქვათ, როგორც შეიძლება იყოს ლეპენის პარტია და ტრამპისტული მოძრაობა ამერიკაში. მაგრამ როგორც კი ნაციონალური საკითხები უფრო მაღლა დგება, ხო? იგივე არის თუნდაც იტალიასთან დაკავშირებითაც, ხო? იგივე არის გერმანიაში. ანუ ამ წუთას აი გამოჩნდა, რომ კი ტრამპი პარტნიორია, მაგრამ არსებობს რაღაც ნაციონალური საკითხები, რომელიც ამ პარტნიორობაზე უფრო მაღლა დგება. კი, მათ შორის ანუ ეს ტრამპისტული ინტერნაციონალი კიდე ერთხელ გამოდგა, რომ არ შედგება რა. აი ამ კრიზისმაც გონი გამოვიდა. კი, ეს დაფიქსირდა ამ დღეებში მათი გამონათქვამებიდან, მათ შორის ეს განაპირობა აი ამ რაღაცნაირად არაორაზროვანმა დამოკიდებულებამ
პირველ რიგში გერმანული ეკონომიკის მიმართ. პირველ რიგში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა პოლიტიკური ლიდერი იქ გერმანულ ეკონომიკაზე დგას და ამაზე აკეთებს გათვლას და ტრამპი პირდაპირ ღიად, უხეშად, არაორაზოვნად და საკმაოდ რაღაცნაირი ბანალურ პრიმიტიული ფორმულირებებით დაუპირისპირდა წამყვან ეკონომიკურ მამოძრავებელ ძალებს გერმანიაში, მათ გადაუწყვიტა რომ უნდა დაუწესოს ტარიფები, მათთან სხვა ფორმის ურთიერთობები წარმართოს, ვიდრე სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში არის, მათ შორის ისაუბრა ფაქტობრივად უზუსტო ციფრებით და მონაცემებით, ეს შეუძლებელია რომ ეროვნული პოლიტიკოსისთვის, როგორი იდეოლოგიისაც არ უნდა იყოს ეს მისაღები ყოფილიყო და ამის ცალსახა გამოძახილი იყო, რომ სასწრაფოდ კაპიტალიზდა ყველა აი ამ ანტიამერიკულ ტალღას. კი, სასწრაფოდ ყველა ამ პლატფორმაზე აღმოჩნდა და დაეპატრონა. ტრამპის გამოსვლაზე მინდა რომ ეს მეტი ვისაუბროთ და მათ შორის შიდა ამერიკულ საკითხებზე, რომელიც ძალიან ბევრს ხვეწ, ხო? მას აქვს დიდი მანდატი ამერიკული ხალხისაგან, ამას ვერავინ ვერ უარყოფს, მათ შორის სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც დღეს დემოკრატიული პარტია არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში არის. თითქოს მას საპასუხოც არ აქვს, ხო? ცოტა ხანი გავიდა ჯერ არჩევნებიდან და ინაუგურაციიდან კიდევ უფრო ცოტა. მაგრამ ფაქტია, რომ პლატფორმა, რომელთაც ტრამპს უპირისპირდები, ჯერ ვერ გამოიკვეთა. არა და ტრამპის გზავნილები ზედმეტად მარტივიც კი არის იმ მნიშვნელობით, რა სიტყვებსაც ის იყენებს და რა მნიშვნელობასაც ის ამაში დებს. ახლა მან გამოაცხადა, რომ ეს არის ყველაზე პროდუქტიული ერთი თვე, რაც რომელიმე პრეზიდენტს ოდესმე ქონია. და მან მაგალითად მოიყვანა მექსიკის ყურისთვის სახელის გადარქმევა, ამერიკის ყურის დარქმევა, ამერიკაში ინგლისური ენის სახელმწიფოებად გამოცხადება, რომელიც უბრალოდ ფორმალობაა, იმიტომ რომ ეს ასე არ ხდება. ალასკაზე ერთ-ერთი მთისთვის პრეზიდენტ მაკკინის სახელის დარქმევა, რაღაც ტიპის ასეთი პროპაგანდისტული ნაბიჯები უფრო მეტად, ხო, ვიდრე ქმედითი. ეს არის ერთი მიმართულება. ასევე მიმართულება არის ვოუკ კულტურასთან ბრძოლა, ხო? და ღრმა იდენტობის პოლიტიკის საკითხებისთან დაკავშირებით პოზიციების დაფიქსირება, რომელმაც წალეკა ბოლო წლებში ამერიკული აკადემიური სივრცეები და არა მარტო აკადემიური სივრცეები. მეორე მიმართულება არის ეკონომიკური ტარიფები და ეკონომიკური ეს რაღაცნაირი პროტექციონიზმი. შეიძლება თქვას, რომ ეს არის ის ორი მიმართულება, რაზეც დღეს ტრამპი დგას. რა სიღრმის არის ეს საკითხები ამერიკულ პოლიტიკაში და რატომ ისე ვიქავნებოდათ რატომ აირჩიეს ტრამპი, მაგრამ ნუ ეს დიდი შეკითხვაა, იმიტომ რომ თუ ამასთან თვალის დახუჭვა ძალიან დიდი პრობლემა არის. ტრამპი გამოძახილია, ტრამპი რეაქცია, ტრამპი შოლკია ამერიკელი ხალხის, რომელიც მან თელ ამერიკულ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს გადაკრა. და რატომ მოხდა, რატომ გახდა ეს საჭირო? მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ღრმაცოდნა მაქვს მათი თქვათ შიდა კულტურულ თუ რაღაც სოციოფსიქოლოგიური სენტიმენტის, მაგრამ აშკარაა, რომ ტრამპი არის შედეგი. და მათ შორის შედეგია იმისა, რაც ჩვენს გვინახავს, რომ ელიტების მიმართ უგულვებელყოფა ხდება მასების დაკვეთის, მოთხოვნილებების და რაღაც რეალური პრობლემების, რომელიც საშუალო სტატისტიკურ რაღაც მშრომელ მუშა ამერიკელს ადარდებს ყოველდღიურობაში და ჩვენ ბოლო ალბათ 10 წლების განმავლობაში ვხედავდით სულ უფრო დიდ ზღვარს, კი არა და აი რაღაც გამყოფ ხაზს იმ ნაწილს, ანუ არსებული მოსახლეობის და იმ ნაწილს შორის, რომელიც ცდილობდა, რომ მეინსტრიმად გაესაღებინა ის, რაც არ იყო მეინსტრიმი. და ამან როგორც ჩანს პოლიტიკური გამოძახილი და რაღაცნაირი უკურეაქცია იქონია, იმიტომ რომ ბევრი რამ უბრალოდ განსაჭდებოდა და ეხლა მეც სუბიექტურად რომ დავაკვირდე, ვიტყოდი რომ ბევრი რამ იყო თავხელოვნურად თავსმოხვეული, რომელიც უბრალოდ არ ეხება თავს და ილუზია იქმნება, რომ ეს არის მეინსტრიმი, რაც არ არის მეინსტრიმი და რასაც მათ შორის სხვადასხვა მედია საშუალებები, თუ იქნება ეს ჰოლივუდი, თუ იქნება ეს ნეტფლიქსი, თუ იქნება ეს თქვათ საინფორმაციო სივრცეები, რომელიც რაღაც რეალობას ქმნიდნენ, რომელიც რეალობად არ იქმნებოდა, მაგრამ საღდებოდა როგორც რეალობა და ეს ამანაც რაღაცნაირად უბიძგა ხალხს, უბიძგა
ტრამპისტულ მოძრაობას იმისკენ, რომ აი ამ სენტიმენტზე მარტივად კაპიტალიზებული იყო და მათ შორის მისი საარჩევნო კამპანიაც თუ არ ჩავთვლით საგარეო პოლიტიკის ნაწილს, რომელიც თქვა ჩვენი გადმოსახედიდან განსაკუთრებით მტკივნეულია, სრულიად გასაგებია, რატომ ირჩევდა ამერიკელი ამომრჩეველი ტრამპს, მით უმეტეს, როდესაც ალტერნატივა ის იყო, რასაც ჩვენ საარჩევნო კამპანიის პირობებში ვხედავდით. ამიტომ ხო, ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს. ერთი რაც ჩემი გადმოსახედიდან შედარებით საგანგაშოა ვითარებაში. არის ის თუ როგორ შეძლო ტრამპმა, მათ შორის პირველი ვადის შემდეგ მისი ძალაუფლების გამტკიცება ვერტიკალის და კონიუნქტურის ფარგლებში. ანუ არა მხოლოდ თქვათ ეს რო იყოს რაღაც პოპულარული ტალღა, რომელმაც ახლა ერთი ძალა მეორეთი ჩაანაცვლა, მაშინ ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული ციკლია. რაშიც მე საფრთხეს ვხედავ, არის თქვათ მისი ძალაუფლების ინსტიტუციონალიზაცია, რომელმაც შესაძლოა ამის შესაძლებლობა ასე მარტივად აღარ მისცეს, მათ შორის ყველაზე დიდ დემოკრატიას დღეს მდგომარეობით მსოფლიოში, ხო? და ამაში ვგულისხმობ იმ უცნაურ ტალღას, რომელსაც ჩვენ აი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაკვირდებით, რომ მას ყავს ყველგან მისდამი პერსონალური ლოიალობით დანიშნული მაღალჩინოსნები, მას ყავს ადამიანები, რომლებიც გამოდიან და მადლობებს უხდიან რაღაც ჩრდილოკორეული ფორმით, რაც ძალიან უჩვეულოა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და არადამახასიათებელი და სიმპტომატურიც, იმიტომ რომ აფლობის თუ აქ ეხლა თან და ამიტომ შესაბამისად თან აკონტროლებს ორივე პალატას და შესაბამისად აი ძალიან თითქოს უკონტროლო ჩანს. აი თითქოს მას ვეღარაფერი ვეღარ აკავებს. ხო, აი ცნობილი checks and balance რაც არის ამერიკული კონსტიტუციის სტრუქტურა, თითქოს ვეღარ ვხედავთ ახლა. არა და ის ადგილზეა და ალბათ უვალწოს არჩევნებზე რაღაცნაირად ნახავთ რაღაც შედეგებს, რომელიც ყველაფერს შეზღუდავს. თუმცა ხო, ძალიან უცნაურ რაღაცას კი უყურებთ. ეს ხო, აი ეს სქემა, რომელიც მათ შორის რესპუბლიკური პარტიის შიგნით შექმნილია, უცნაურ ხასიათს ატარებს, იმიტომ რომ ფაქტია ისიც, რომ რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც ტრამპის ალტერნატივაც ამდენი წლის მანძილზე არ გამოინახა, რაც ასევე თავისთავად საგანგაშოა. პლატფორმა, ტრამპიზმის ალტერნატიული პლატფორმაც ვერ გამოინახა. პლატფორმა არის ამ სამყარო, ხო? ეს მაგა პლატფორმა, რომელიც ამ ყველაფერს რაღაცნაირად ესადაგება და ნუ ფაქტორი რეაქცია, მე გეთანხმებით, ეს არის პირველ ვადაში ეს უფრო პოპულისტური ამ სიტყვის კარგი გაგებით ხალხს შორის. აი ძალიან აი რაღაცა ბრაზის რეაქცია, ხო, რომ აი რაღაცნაირად არ მომწონს და ეს არის აი ტრამპს შოლტივით გადაკრავ თავზე, ამა ხორცი შეიძინა ახლა კონკრეტულ იდეოლოგიაში ჩაჯდა, ხო და ამიტომ ბევრად უფრო ბევრისთვის საშიშია, იმიტომ რომ მას კონკრეტული ნახეთ აი კონკრეტული იდეოლოგიური ფორმები აქვს ამ წუთას. და JD Vance ამის მაგალითად მომავალიც აქვს. აი თითქოს მას ყავს აი პრინციც თუ ის მეფეა მას პრინციც ყავს ამ იდეოლოგიურ ჩარჩოში, ხო, რომელმაც ეს საქმე უნდა გააგრძელოს. თუმცა ნახოთ როგორ იქნება ეს ძალიან დინამიური დემოკრატიული ინსტიტუტებია, რომელიც ახერხებს ძალიან ელასტიურად გარდაიქმნას ხოლმე, როგორც მათი საბაზრო ეკონომიკა ძალიან ელასტიური, ისე არის მათ დემოკრატიული მექანიზმებიც და ნახოთ როგორ მოახერხებენ. 20 თვეში აი არჩევნები და ძალიან საინტერესო გამოცდილების ამერიკულ დემოკრატიას, ყოველთვის ამ დემოკრატიულ ექსპერიმენტს. ძალიან დიდი მადლობა ნინო დაგემშვიდობებით. ნინო კანადაძე იყო ჩვენი სტუმარი, ჭავჭავაძის ცენტრის ხელმძღვანელი, საუბრობდით საერთაშორისო პოლიტიკაზე, იმაზე რაც ხდება ამერიკასა და ევროპაში.